ყველას, ვინც დილას ჩვენთან ერთად იწყებს. როგორც ხედავთ, ეს განსხვავდება ტრადიციული წარმოდგენებისგან საბრძოლო ხელოვნების შესახებ, იმიტომ რომ სრულდება ყველა მოძრაობა ნელა, თუმცა როგორც მივხვდი მე, არის რამდენიმე ეტაპი, ანუ ეს არის თაიძის ნელი ცეკვა და არის ასევე ორთაბრძოლო და საბრძოლო ხელოვნება და დაგვეხმარება ამ ყველაფერში გასარკვევად, გარკვევაში დაგვეხმარება ბატონი იური ყეინაშვილი, სწორად თქვი გვარი თაიძის სკოლის მასწავლებელი. და ესე იგი რა ხდება ეხლა, რას აკეთებენ თქვენი მოსწავლეები? ნუ როგორც ითქვა, ტაიჩი ძალიან ბევრი ნაწილისაგან შედგება და პირველი ეს არის მიზანი ტაიჩის, ეს არის ჯანმრთელობა და ჯანმრთელობის ერთ-ერთი საუკეთესო ხერხად საშუალებად ითვლება ეს ნელი ნარნარი ცეკვა. ეს არის ფორმა. როგორც წავიკითხე 108 მოძრაობა შედის, ხო? შეიძლება 108-მდე შესრულდეს. ხო, ნუ 108 ეს ესეთი საკრალური ციფრი არის და 108 პოზა არის და 108 პოზა მეორდება სამყაროს 8 მიმართულებით ნელ აუჩქარებელ ტემპში. და ეს განიმარტა როგორც სამყაროსთან ჰარმონიული მოძრაობის ხელოვნება. სადაური ფილოსოფია ეს ნელი. მე მგონი ჩინურია არის თუ არა? ნუ ჩინელები ჩემობი რომ ჩინურია, მაგრამ ცეკვები ჩინელებით ადრე იყო და ცეკვების სამშობლოდ ითვლება შუამდინარეთი და კავკასია. აი ამ ცეკვების? რატო არა? აი რომ დავკვირდებით ბევრ რამეს საერთოდ ნახავთ სამაიაში და ბევრ ნარნარ ქართულ ცეკვაში. ისე რომ თუმცა სამაიადან არ მომდინარეობს შემდეგ ორთაბრძოლები, ხო? სამაია უძველესი არის, იმდენი წელია რომ ჩვენ 20,000 წლის ისტორია აქვს სამაიას. ხო და ჩინეთის ისტორიას 5,000 წლის ისტორია. აი ესე იგი შეიძლება გააკეთო მოძრაობა ყველა ბუნების ყველა ელემენტის, ანუ შეიძლება გააკეთო ხის მოძრაობა, ღრუბლის, აი ხა რას აკეთებენ? ხო, ესე იგი ეს ხელოვნება დაფუძნებულია 5 პირველ ელემენტზე. მაშინ შედის ეს როგორც გითხარით ლითონი, წყალი, ხე, ცეცხლი და მიწა. და ეს მოძრაობა ისე არის აგებული, უძველესი ხელოვნება არის, რომ ეს 5-ვე ელემენტი შესაბამის ორგანოებს შეიცავს. და აი ხა რას ხედავთ კადრში? აი ხლა არის პირველი ნაწილი დასასრული, ეს არის სამყაროსთან ჰარმონიის შესვლა და ეს არის ნაზი პოზა ქვია ვეფხვზე ხელის მოხვევა და მისი თაში წაყვანა. ვეფხვი ეს ასაკური ალოგეორიული არის, მისი ძალა, მისი სილამაზის ათვისება არის. მასთან შერწყმა და მისი ძალის ჯანმრთელობის აღება. ანუ ფილმებში როდესაც ვხედავთ აი ესე ვარჯიშობს ადამიანი, სპორტსმენი, ესე იგი გამოდის ეს არის თაიძი ყველა შემთხვევაში თუ სხვა საბრძოლო ხელოვნებებსაც აქვს მსგავსი ცეკვა. ეს სპორტს არ ვერ დავარკვევდი, იმიტომ რომ სპორტის შედეგებია და მედლები და ჩემპიონობა არის და აქ უფრო ბუნებასთან არის ჰარმონია, ჯანმრთელობასთან და აზროვნებასთან და სიყვარულთან. ნელი ეს მინდოდა მეკითხა სწორედ რომ აი საბრძოლო ხელოვნებასთან რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ძალიან ნააზად იზებიან შენს უკანყოფილებას. ეს არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი თაიძის, ხო და არის ასევე ორთაბრძოლაც. კი, რასაკვირველია, ეს არის ნელი მოძრაობა, ეს ენერგიის მიღება არის და ეს ნუ გონიათ რომ ახანელა კეთდება, სწრაფი არ არის. უსწრაფესი თელი საბრძოლო ხელოვნებების შემდგომში ეს გარე სტილებმა აი ეს ნელი მოძრაობა აიღეს საფუძვლად, აი რომ აიღოთ შაოლინები და კარატე რო არის. სულ ყველამ თავისებური სახელი დაარქვეს, შაოლინ ტაიცი ჩვენი დაარქვეს, ტაიკოკენი დაარქვეს იაპონელებმა. ესე იგი ეს ძალიან არ ვითარებს სისხარტეს, სისწრაფეს. ადამიანი ხდება ძალიან სწრაფი. მაშინ როდესაც ვარჯიშობ ნელა, შემდეგ უკვე სწრაფი მოძრაობებიც გიადვილდება. ხო, ანუ ესეთი აღმოსავლური ესეთი გამოთქმა არის ნელი მოძრაობა ბადებს სისწრაფეს. და ყველა ვინც აქ ვარჯიშობს, ორთაბრძოლაშიც წარმატებულია, თუ არა? ნუ პირველი მიზანი ჩვენ ქონდა ჯანმრთელობა და ჰარმონია და მერე რასაკვირველია, ეს უბრალოდ არ არის ეს. ძალიან რთულია ენერგიის მართვა. კუნთების მართვა უფრო ადვილია ვიდრე ენერგიის. აქ უნდა შეიძლება ენერგია, მისი უნდა მართვა და მერე უნდა გამოიყენო და ასაკი როგორც ხედავთ, არ არის შეზღუდული. აი როგორც ხედავთ. და არც სქესი როგორც ხედავთ ორი ქალბატონი. ეს არის იგივე სიყვარული აქტიურად ვარჯიშობს. ნელი, მოდი მომდევნო ჩართვაში აუცილებლად გაესაუბრე პირველ რიგში ქალბატონებს, რომ მათი აზრი ძალიან გვაინტერესებს და ალბათ ნახავთ კიდევ უფრო აგრესიულ ეტაპზეც გადავალთ, ხო? შენი დახმარებით. იარაღით და იარაღის გარეშე. ასე რომ გელოდებით. დიდი მადლობა, ჩვენ გვაინტერესებს და ალბათ ნახავთ კიდევ უფრო აგრესიულ ეტაპზეც გადავალთ, ხო? შენი დახმარებით. იარაღით და იარაღის გარეშე. ასე რომ გელოდებით. დიდი მადლობა, ჩვენ კი რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით. ესე იგი პარტნიორთან ჰარმონიაში შესვლა არის და ასევე საბრძოლო ხელოვნება არის. და მომენტს იპოვით თუ არა გატყორსნი მოწინააღმდეგეს როგორც ბურთს. ასევე განსხვავებები არის იმაში, მოწინააღმდეგე ამ შემთხვევაში გიდგათ თაიძის სპეციალისტი ისევ თუ სხვა საბრძოლო ხელოვნების. შეიძლება აგრესიული შეტევა იყოს ან სხარტვა და თუ შეიძლება პატიკა. და აქ უკვე საბრძოლო ხელოვნების ოსტატი იყენებს
ძალიან რბილ ნეკათითებს, ცერათითებს, საბრძოლო წერტილებს და ასე შემდეგ. აი რამდენი. ანუ მოწინააღმდეგის სუსტ წერტილებს, ხო? ამ შემთხვევაში ნეკათიძე შევტიეთ? ხო. ესე იგი, გარდა ეს ძალიან მტკივნეულია რო იცოდეთ. კიდევ მომდევნო ჩართვამდე თუ დაგველოდებით, ვნახავთ როგორ დავამარცხოთ სხვადასხვა საბრძოლო ხელოვნების ოსტატი, თაიძის საშუალებით და ასევე ვნახავთ როგორ შეიძლება იბრძოდე მე-21 საუკუნეში ხმლით. აჰა, ასე კი იარაღითაც ვნახავთ, ხო? კი, აუცილებლად ვნახავთ. და ქალბატონებსაც გავესაუბრებით, იმიტომ რომ მე მგონი ვეღარ ვასწრებთ, ხო? აი, რამდენიმე მოძრაობაც ვნახოთ და ეგარი. ახლა ვინ გიტევთ? ეხლა აგრესიული მუშტის წინააღმდეგ არის ბრძოლა. მუშტი ანუ შეიძლება მოკრივე ყოფილიყო? ნუ ადამიანი რომელიც გიქნევს მუშტს, მოკრივები ძალიან რაინდებიც არის. ეს აგრესიული პიროვნებაზე მაქვს საუბარი. კარგი და მომდევნო ჩართვისთვის მე ამიხსნით რაიმეს თავდაცვიდან. კი, რას პირობი. კარგი, ნელი მომდევნო ჩართვაში ველოდებით ჩვენგანაც. ბევრი რაღაცა იქნება მომდევნო ჩართვაში. ვნახავთ რისის ქალბატონების დილეთები იქნებ ერთად გააკეთოთ ცალკე. ქალებმა. შევეცდებით, ხო? კარგი. მე მგონი დრო აღარ გვაქვს, ხო? თუ გვაქვს და ვკითხოთ. მე მგონი აღარ გვაქვს, არა. კარგი. კარგი, ნელი გელოდებით გადაცემის მეორე ნაწილში. ნელი, კიდევ ერთხელ დილამშვიდობის თამარ, ესე იგი თაიძის სკოლაში ვიმყოფებით და ჩემთან ერთად თაიძის სკოლის მასწავლებელი დილას ატარებს ბატონი იური ყეინაშვილი. და ესე იგი რაღაცების სწავლას ვეცადეთ, თუმცა მე გადავწყვიტე რომ ალბათ კარგი იქნება რომ აგვიხსნას პირდაპირ ეთერში ბატონმა იურიმ თავდაცვის ტექნიკა თაიძის. ესე იგი, იმ შემთხვევაში ყველაზე გავრცელებული ლეთი თუ მოწინააღმდეგე თქვენსკენ მოდის მუშტით, ეს სახეში. რას შვებით? უნდა დავუთმო აუცილებლად. და უნდა დავუთმო? აუცილებლად და უნდა დათქვი მისი მუშტის სილამაზით. ანუ როგორ დამარტყას? არა, შენი მუშტი როცა მოდის, მე დავთქვები შენი მუშტის სილამაზით და ამ დროს შეგახსენებ რომ შეტევა არ შეიძლება. აჰა. ნეტად კბობას რომელ ეტაპზე ვასწრებთ ამ დროს? კბობას რომელ ეტაპზე ვასწრებთ? აი თუ ლამაზი ხელია და ძალიან ჰარმონიული, აი დათქვებით როგორ იბადება მუშტი და როგორ კვდება. აჰა, ანუ მე არის გაკეთება. ანუ უნდა გავიწიოთ გვერდი და დავტყვეთ მუშტის სილამაზს. აბა მე ბილი ხელოვნების თავარი თვისება არის არა ბლოკი და არიდება, არამედ უნდა მისცე მას გამოავლინოს თავის საშუალება და თითო როგორც დაიბადება, იგივე თითოეულ გარდაიცვლება. ანუ არა აგრესია. არა, შეუნა იყო თანამონაწილე და მომზირალი ამ სილამაზის. აბა მეც ვცდი, აბა. ესე იგი ორივე ხელი უნდა გამოვიყენო, თქვენ მირტყამთ, ოღონდ ნელა, ხო? გვერდი უნდა გამატარო აუცილებლად. გაგატარეთ. დათქვი ამ მუშტი. დაგიჭირეთ. დათქვი, ნელი, დათქვი. დავტყვი. ნაბიჯის შემსკენ წინ. ნაბიჯი წინ და დავაჭიროთ იდაყს. და შემდეგ თუ მინდა წაგწევა, აი ესეთ. ეგ არის. თაიძის სკოლის მასწავლებელი წავაქციერო, მაგარია. დიდი მადლობა. პირიქით, მადლობს. და ეხლა იმ შემთხვევაში თუ მოწინააღმდეგე მოვიდა უკნიდან. ხო. მოვიდა უკნიდან და დაგიჭირათ, აი კიდევ ერთხელ დამიჭირე მიკროფონი. აი დაგიჭირათ, ესე ხელებით გაგიკავათ. ყველაზე საშუალო ლამაზი თითი არის ეს, ნეკათითი და აი ამაზე ხდება სიყვარულის გამოვლენა. ლამაზი და სუსტი როგორც ჩანს. ხო. ყველა ძირთაი შეტევა აი ამაზე ხდება. ეს ყველა ძლიერს და ძალიან გოლიათებ ადამიანს და სუსტას ყველაზე სუსტი ადგილი აქვს ესთით. აა ესე იგი მარტივად როგორც გავიგე, ნელი, უკინიდან თუ მოგვეპარა ვინმე და ძირთადად უკინიდან ეპარებიან ხოლმე, როდესაც გაქურდის მიზნით, ნეკი არის, რასაც უნდა შევებრძოლოთ, ხო? ნეკათიც უნდა დავერიოთ ეგრევე, აქილევსის თითი ყოფილა ნეკათიც. არა იცოდეთ რომ ეს ყველაზე აქ არის გულის თითიც არის, ამ დროს ეს სიყვარულის თითიც არის და არ დავიწყოთ. არა, გულის თითი ეს. გულის. ეს არის გულის თითიც, ასე დავიმახსოვრეთ. სიყვარულის თითი, ასე რომ იშვიათ შემთხვევაში შეარჩევთ. ფრთხილად უნდა ვიყო. ეს გული მუშაობს ამ თითით. აი და თუ ფეხით ხდება შეტევა, ცხოვრებაში იშვიათია პრინციპში, მაგრამ აი თუ გვირტყამენ დაბლა ფეხით. აქაც თითი უნდა იპოვო და დაკარგო. არა, ფეხსაც მას შეხეთ თითს ვერ იპოვი, უბრალოდ. ამიტომ თითი ზონა უნდა იპოვო. და აქ არის ისეთი წერტილები, როდესაც შეიძლება პირდაპირ აქ ესევე დარჩეს ადგილზე. ანუ დაუფიქსიროთ ფეხი, ხო? და ვეღარ აწევს. და როგორც დაბუჟება არის და მე ვეღარ გაივლის ადამიანი. გასაგებია. ეხლა ქალბატონებთან გადავინაცვლებ, რომლებიც ალბათ ასევე გადიოდნენ პირველ გაკვეთილებს. ხო, აი საინტერესო ქალბატონები რატო დადიან? თავდაცვისთვის თუ თავდასხმისთვის? რის სამწუხაროდ ორი ქალბატონი გაგვეპარა, დაგვრჩა ქალბატონი მარიამი და ქალბატონი ნატო. თავდასხმისთვის დაიწყეთ აქციარული თავდაცვისთვის თუ სხვა რამე მიზნებისთვის? არა, ძირითადად ჯანმრთელობისა გამო, მაგრამ დროთა განმავლობაში ძალიან დამაინტერესა, იმიტომ რომ
საკუთარი შესაძლებლობების გამოხატვის უნარი ძალიან დიდი არის. შეიცან თავი შენია, ზუსტად აქ არის ნათქვამი და ძალიან დამაინტერესა ამ ორთაბრძოლაში თუ აი ნელ ცეკვაში რაც წინა ჩარტოებში ნახეთ. საერთოდ, იცით, ეს ერთი და იგივე არის, მაგრამ ძირითადად ალბათ ნელი ცეკვებით საკუთარი ენერგეტიკაზე მუშაობა მიდის და ძალიან საინტერესო სამუშაო არის. ხო, ბატონმა იური მითხრა რომ ექიმი ბრძანდებით, ხო? აი ექიმის თვალსაზრისით რატომ არის ეს სასარგებლო ჯანმრთელობისთვის? ეხლა თუ ექიმის თვალსაზრისით მიუდგებით და მთლად არა საექიმოდ ვიმსჯელებთ, მაშინ გარდა მატერიისა არსებობს ენერგეტიკა და ვინაიდან ერთმანეთთან დაკავშირებული არის და მაინც პირველად ენერგეტიკა არის, ენერგეტიკის აღდგენის ბაზაზე ხდება მატერიის აღდგენა. აი ესე ვთქვათ, მაგრამ ეს იმდენად უხილავია, რომ ცნობიერებისთვის ცოტა ძნელი გასაგებია. თუმცა იგრძნობა როგორც ჩანს, იმიტომ რომ არის мотиваცია იმისთვის, რომ გააგრძელოთ სიარული. და გავარკვევთ ქალბატონი ნატო, თქვენ რამდენი წლის წინ მოხვედით? მე უკვე 4 წელიწადია რაც დავდივარ ბატონ იურასთან. ძალიან ჯანმრთელობის გაუმჯობესება შეაჩნიათ? ოფიციალური ჯანმრთელობა მქონდა და მომეყვანა ჩემმა შვილმა. ხო და ამ 4 წლის განმავლობაში მე ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს და იმედია რომ ანუ ენერგიის მართვა შევძელით და ჯანმრთელობაც გაგიუმჯობესდათ, ხო? განმავლობაში მე ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს და იმედია რომ ანუ ენერგიის მართვა შევძელით და ჯანმრთელობაც გაგიუმჯობესდათ, ხო? აი ხო გვაქვს საშუალება ვნახოთ ხმლით ბრძოლა. საბრძოლო ელთები ვაჩვენოთ. მოდი ჯერ ხმალი ვნახოთ იმისთვის რომ ყველა შემთხვევაში მოვასწროთ. ხმალი არის ერთპირალესილი და მახვილი არის ორპირალესილი. გასაგებია. მახვილით ესე იგი ორთაბრძოლას ვახერხებთ თუ უბრალოდ ბრძოლის ხელოვნებას სწავლობთ? ცეკვას ფრაგმენტს ვაჩვენებთ ცეკვას. კარგი, მაშინ ვაჩვენოთ. მე ამას ვაში ბიჭებს გავესაუბრები. რამდენი ხანია რაც ვარჯიშობთ? დიდი ხანი არ არის, სადღაც 8-9 წელიწადიც არ არის. რატომ? რატომ ასე ცოტა თუ იურით თქვენი მამა? კი, მაგრამ უფრო გადაცებული ვიყავ ფიზიკური ვარჯიშებით, კარატე თქვა. კარგი, დავიწყოთ თანაბა. რამდენი წელი ვარჯიშობ? 15 წელი. მაშინ ნახოთ, აბა ფაქტურად ოსტატი ხარ. თან კომენტარიც გავაკეთოთ, რა ხდება. ესე იგი, თითოეულ ცეკვას თავისი პოეტური სახელწოდებები აქვს და აი ამ სახეებში უნდა შევიდეს, ვინც ვარჯიშობს მახვილით. მაგალითად, ეს არის ჰარმონიაში სამყაროსთან ბიჭებო, შესვლა. თან გავაკეთოთ. დავდგეთ? ჩემს კი შემოტრიალდით ორივე. ასე ხო, შემოტრიალდით კამერისკენ და აი ეს არის დილა, მზის ამოსვლა. ანუ მახვილის წვერი მიყვება მზეს და როცა ზევითავა მისი მინიშნება ხდება. ან მაყურებელს შევახსენებ, რომ თაიძი ეს არის სამყაროსთან სამყაროსთან ერთად ჰარმონიული მოძრაობის ხელოვნება. ჰარმონიის სტრებულასთან ჩაბმა. ეს უზენაესი გვიჩვენებს გზას, ანუ დილის მიმართულება შენი ცხოვრების წესის დაწყებას და ეგრევე ადამიანი იწყებს სილამაზის პოვნას. ანუ ეს არის ფოთების გაშლა და ფოთებში შეხუჟული ყვავილის პოვნა, მაგალითად. აი ეს მინიშნება. აი სადღაც იქ ყვავილია. აი მოეფერე ყვავილს. და ეს ყვავილთან შეხება ჰარმონია არის უზენაესთან მის წინამდე გაის მახვილადილი დგება. და მერე იბადება ელემენტი, წყალთან ურთიერთობა ეს არის. ხო, ასევე თაიძის ეძახიან წყლით სავსე ღრუბლის მოძრაობას. კი. ეს წყლის და ერთ-ერთი ძლიერი ცხოველი არის მათთან დრაკონი, ეს არის დრაკონის გამოს. სულ რამდენი მოძრაობაა ნელი და რამდენი სახელწოდება ეს შენ წარმოიდგინე 108 მოძრაობა არის ძირითადი. ნუ არის კიდევ გრადაციები, ხო? კი, რასაკვირველია. ეს თითოეულ ციფრს თავისი საკრალური მნიშვნელობა არის. ეს უკვე 4 მიმართულების ზავის შეკრება არის. ეს ყველაფერი ნელი ცეკვა კეთდება იმისთვის, რომ სისხარტე გამოიმუშაო და გარდა ამისა, ჯანმრთელობაც გაიუმჯობესო. სამწუხაროდ დრო ამოგვეწურა, როგორც პროდიუსერი მეუბნება. და მე პირადად ძალიან კარგად დავიმუხტე და ყველას წარმატებულ დღეს უსურვებ. იმედია, სასიამოვნო დილის განწყობა შეგიქმენით. დიდი მადლობა ნელი.